იცოდი, რომ ასაშეშუში უკვე არსებობს სრულად ისლამური ქალაქი. დიახ, ადგილი, რომელიც მთლიანად დაიკავეს, რადგან მათი გეგმა გაფართოების არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ შეერთებულ შტატებშიც უკვე დაიწყო. და ეხლა ჩვენ რეალურად გვაქვს საცდელი მაგალითი, რაც გულწრფელად რო ვთქვათ, ცოტა შემაშფოთებელია და უნდა შეგაშფოთოთ, ასე უნდა იყოს შეხსანება ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ ეს საფრთხე რეალური არ არის. უბრალოდ რამდენად რეალურია ეს სინამდვილეში. მოგესალმებით, გადაცემაში Pushback-ი, მე ირაკეი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს და გააზიარეთ ეს ვიდეო, რადგან ჩვენ შევქმნით მოძრაობა. მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ აქ ხართ. ასე რომ თუ ჯერ არ იცნობთ რა არის, აუცილებლად უნდა გაიცნოთ ისინი. ისინი ებრძვიან CARES და ისლამიზაციას. და ესლამიზაციას ეს ვიდეო საკმაოდ კარგად აჩვენებს იმ სიგიჟეს, რაც ახლა მიჩიგანში ხდება. აქ ყველა მართლაც მუსლიმია. ვფიქრობ, ეხლა უნდა გადაარქონ სახელი და დაარქვან ჰალ-ჰალალ რემონტი. და რაც მე ვხედავ, ყველგან მუსლიმები არიან. აი, იქ მუსლიმი ბიძა, ის მუსლიმი ბავშვები. სრულიად მუსლიმური ქალაქის საბჭოა. თვითონ მერიაც კი მუსლიმია. დღეს საღამოს Rare TV-ზე ჩვენ გაჩვენებთ შემთხვევის შესწავლას თუ რა ხდება, როცა ამერიკული ქალაქი მთლიანად ისლამს გადაეცემა. ჰამტრამეკი, მიჩიგანი, რომელიც ოდესღაც ამაყი ამერიკული მუშათა კლასის ქალაქი იყო, დღეს შეერთებულ შტატებში ყველაზე ნათელი მაგალითია სრულად ჩამოყალიბებული პარალელური საზოგადოების. და სრულად ჩამოყალიბებული პარალელური საზოგადოება, თქვენ ნამდვილად ვერ დაიჯერებთ, რამდენად ფართოა ეს ყველაფერი. მთელი ქალაქი ისლამად დაიკავა. და სწორედ ამაზე გაფრთხილებდით წლების განმავლობაში. 2026 წლის იანვარში ჰამტრამკის ქალაქის საბჭოს ახალი წევრები დაიფიცნენ: აბუ მუსა, ნაინ ჩაუდრი, იუსებ საიდი და ახალი მერი ადამ ალ-ალხარბი. ქალაქის საბჭოსა და მერის ყველა პოზიცია ახლა მუსლიმებს უკავიათ. უნდა გაიგო, რომ ეს არის სტრატეგია, ხო ესა? ისინი ცდილობენ მოიყვანონ ხალხი დიდი რაოდენობით, რათა შეძლონ თავიანთი წარმომადგენლების არჩევა, საბჭოებში, მთავრობებში და ასე შემდეგ. როგორც კი ისინი შეძლებენ ყველა ადამიანის არჩევა საბჭოში, ყველა ვინც ისლამისტია, მაშინ რეალურად ვეღარაფერს გააკეთებ, ხო ესეა? არა, ვეღარაფერს. და თუ მათ ყავთ საკმარისი ხალხი, თუ მოახერხეს საკმარისი ხალხის მიგრაცია, ან საკმარისი ხალხის გადმობირება, ან საკმარისი ხალხის დაშინება, ან გაერთიანდნენ ისეთ სულელებთან, როგორც მემარცხენეები არიან, რომ მეტი ხალხი შექმნან, მაშინ მათ შეუძლიათ ეს ხალხი ძალაუფლებაში შეინარჩუნონ, რადგან ეს უბრალოდ რაოდენობის თამაშია. ეს სწორედ ისაა, რაც ევროპაში მოხდა. თუ გადახედავთ საბჭოების სიას, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში, რამდენი მათგანი იმართება ისლამისტების მიერ. ეს შემთხვევითობა არ არის. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა ადგილის დასაპყრობად. ამიტომაც ისინი რაც შეიძლება მეტ ადამიანს ათავსებენ ამ სხვადასხვა ადგილებში, რათა სწრაფად შექმნან უფრო და უფრო მეტი ადგილი, რომელსაც ისლამისტური ხელმძღვანელობა მართავს. ეს საკმაოდ შემაშფოთებელია. და ყველა კაცია დაცდებული ქალაქის მენეჯერიდან და პოლიციის უფროსით დამთავრებული. ალ-ჰარბის მერობის წინა არჩევნებში მისი ოპონენტებიც მუსლიმები იყვნენ: ბატონი ბეი ღასან ხატაბი, ჰუსეინი და მალიქ მაჰმუდი. ქალაქის საბჭოსთვის წარდგენილი 12 კანდიდატიდან 9 მუსლიმი იყო. მხოლოდ ერთმა ქალმა სცადა კენჭის ფრაში მონაწილეობა და ისიც დამარცხდა. ალბათ იმიტომ წააგო, რომ არ აწარმოებდა კამპანიას არაბულ ენაზე, როგორც მერმა და ქალაქის საბჭოს წევრმა იუსაიდმა. ისინი მიჩიგანის ქალაქში არაბულ ენაზე აწარმოებდნენ კამპანიას. ეს გესმით, არა ინგლისურად, არამედ არაბულად. რა თქმა უნდა, ქალებს არ უშვებენ. ვის აინტერესებს ქალები, როცა ამაზე საუბრობენ? მაგრამ მიჩიგანში ნამდვილი საარჩევნო კამპანია არაბულ ენაზე ტარდება, რადგან ამ ადგილას მდგომარეობა უკვე ამ დონემდეა მისული. ღმერთო ჩემო, ამას ვერასდროს იფიქრებდი. ისინი ამას არც კი მალავენ, არც კი ცდილობენ ინგლისურად აწარმოონ კამპანია და თქვან, რომ აი ჩვენ ვერცხმებით საზოგადოებას. არა. ისინი თავიანთ ენას შემოაქვთ, სიტყვით არაფრის გაკეთება შეგიძლია ამაზე. და ჩვენ არაბულად უნდა ჩავატაროთ კამპანია, რადგან აქ ყველა არაბულად ლაპარაკობს. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. ან ყველა, ვინც აქ რეალურად მნიშვნელოვანია. იმდენი ამომრჩეველი ყავს, ვინც არაბულად ლაპარაკობს, რომ შეგვიძლია ამ ენაზე ჩავატაროთ კამპანია და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიმარჯვოთ. წარმოუდგენელია. ალახი თუ ინებებს, თუ რაიმე გადათვათა იქნება სახლების გადასახადების ზრდის საკითხზე, ინშალლაჰ, ვეცდებით მივაწვინოთ ხმა და ვეცდებით ამ აბონემენტი დავეხმაროთ ქალაქის მცხოვრებლებს. და ან დაგავიწლეთ ხმა მისცეთ ადამ ჰარბის არჩევნებზე მისვლა და მონაწილეობა, მადლობა თქვენ, სალამ ალეიქუმ და ღვთისწყალობა. სალამ ალეიქუმ და ღვთისწყალობა და კურთხევა. ის ჩვენზე ღვთისწყალობას გვისურვებს. უნდა ვთქვა, მეც ასე ვფიქრობ. მართლა მინდა რომ ღვთისწყალობა გქონდეს. იმედი მაქვს არა მისი ღმერთი, რადგან მისი ღმერთი განსაკუთრებით არ მომწონს, მაგრამ ჩვენი ღმერთი იმედი მაქვს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ღმერთი შეგვიწყალობს და მოგცემს ძალას და სიმამაცეს, რომ რეალურად შევძლოთ ამასთან ბრძოლა. أتشرف بتقديم نفسي لكم كمرشح بلدي في مدينة همترامك إنه لشرف كبير أن أكون მრავალფეროვანი და აყვავებული საზოგადოების ნაწილი. შეგიძლია დაიჯერო, რომ ეს ბიჭი მართლა არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ამერიკულ საბჭოში არჩევას. უბრალოდ სხვათა შორის ეს მნიშვნელოვანია. შეხედე ამ სურათს.
იმის გარდა რომ აშკარად არაბული წარწერა აქ რომ შეხედავ, ფიქრობ რომ ის სრულიად ჩვეულებრივი ბიჭია. გულისხმობ მის სახელსაც რო არ ჩავთვლით Yusuf Said, მაგრამ რატო არ შეუძლიათ უბრალოდ სახელი შეუცვალონ, მაგალითად Max Bailey-ში ან რამე ისეთი, რაც აშკარად არაბული არ არის. აქ ის ჩვეულებრივ ამერიკელს გავს, იმ ტიპის საყვარელ ბიჭს, რომელსაც შენს ქალაქის საბჭოში ისურვებდი, ხო ასეა? მაგრამ აი ვინ არის სინამდვილეში? და ამას ყველაფერს მიხვდებოდი არა ამ ყალბი ამერიკული დროშით, რომლითაც თითქოს ამერიკისთვის იბრძვიან, არამედ ამით. ეს პატარა მინიშნება აქ კუთხეში გეუბნება ყველაფერს, რაც უნდა იცოდე. და ეს არის ის ბიჭი. და მოუთმელად ელოდება თქვენთვის სამსახურის შესაძლებლობას. სკოლის საბჭოც არაფრით განსხვავდება. პრეზიდენტი აბდულ მალიკ ალ-ტახიმი, ვიცე-პრეზიდენტი მუმურთადა უბეიდი, წინა საბჭოს ხელმძღვანელები შეხან იაში, სალა ხადვანი, ყველა მუსლიმია. მაშინაც კი როცა საჯარო ქალაქის შეხვედრები ტარდება, მაცხოვრებლები არჩეულ წარმომადგენლებს არაბულ ენაზე მიმართავენ. თუ გჭირდებათ ხელმოწერების საზოგადოებისგან, შეგვიძლია დავიხმაროთ იმაში, რომ სამი ხელმოწერა მოგათოდოთ საზოგადოებისგან, იმ საფუძველზე, რომ თქვენ აპირებთ შემოიღოთ მეტი შეზღუდვა, ან მიიღოთ ისეთი კანონები, რომლებიც ამ საკითხს კიდევ უფრო გაამკაცრებს. აქ არის ბიჭებო, აქ არის, მოვიდა. აღარ მოდის უკვე აქ არის. ეს რა ჯანდაბაა? იმედია თქვენ ცოტა გაოცებულები ხართ. კარგი, მადლობა. ესე რომ ის საუბრობს შენარჩუნებაზე, გამოსწორებაზე და ანგარიშგებაზე, როგორც მამას ამ საკითხზე დიდი შეშფოთების გამო. ამ ვიდეოში ყოფილი მერი ხალიდი, რომელიც ასევე მუსლიმია, საკმარისად კეთილი იყო, რომ თავისი განცხადება თარგმნა უცმუნოებისთვის, რომლებიც აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ. ეს ინტეგრაცია არ არის, ეს ჩანაცვლებაა. პოლიციის დეპარტამენტი ახლა ღიად ემსახურება მუსლიმურ საზოგადოებას. დაქირავების რეკლამები არაბულ ენაზე გადის. საგზაო წესების შესახებ ინფორმაციული ნიშნები არაბულ ენაზეა განთავსებული. დეპარტამენტი აქვეყნებს Eid Mubarak-ის მისალოცებს, სადაც ქალი ოფიცრები ჰიჯაბით არიან გამოსახული. შემიძლია ეს თქვა. კარგი. თუ თქვენ ცხოვრობთ უბანში, სადაც სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, ეს ნორმალურია. სრულიად ნორმალურია, რომ გქონდეთ სხვადასხვა სიმბოლოები და განცხადებები ენაზე, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია. ან იზეიმოთ თქვენი რელიგია, ეს ნორმალურია. მაგრამ აქ ამას არ ხედავთ. თქვენ არ ხედავთ პატარა რელიგიური ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც უბრალოდ სურთ ნიშნები შეესაბამებოდეს მათ რელიგიას. არა. თქვენ ხედავთ რაღაც განზრახ გაკეთებულს. თქვენ ხედავთ როგორ გამოიყურება, როცა ამერიკის ქალაქი ისლამისტურ ქალაქად იქცევა. Assalamu alaikum, გისურვებთ ყველას. Eid Mubarak, Eid al-Adha Mubarak, ყველა მუსლიმს და უნდა გახსოვდეთ კონტექსტი. კონტექსტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხო ასეა? თუ თითოეულ მოვლენას, ცალკე მოვლენად შეხედავთ, მაგალითად, ერთ ადამიანს საბჭოში, რომელიც ისლამისტია, ან ერთ ეიდის აღნიშვნას, ან კიდევ რამეს, ეს ნორმალურია, რადგან ასეთი რამ ხდება. მაგრამ რა არის პრობლემა? როდესაც პრობლემა არსებობს, არა, რა არის პრობლემა? პრობლემა მაშინ არის, როცა ბევრი მოვლენა ერთსა და იმავე ადგილას ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა. რამა ყველას დღესასწაულს გილოცავთ. Ebenberg, Eid Mubarak და ყველას. ისურვებთ ბედნიერ იდს ყველას და რა თქმა უნდა ჰანტრამკში ბევრ ენაზე ვსაუბრობთ, გვინდა რომ ყველას მივუწვდეთ. Assalamu alaikum, იმედი მაქვს ყველამ კარგად გაატარა დრო. Assalamu alaikum, ისურვებთ ყველას ბედნიერ იდს. Eid Mubarak. Salam alaikum. იდს გილოცავთ ჰანტრამკის პოლიციის დეპარტამენტიდან. სერჟანტი ჯოგაი ჰანდრა მუბარაკი, მინდა ყველას ბედნიერ და უსაფრთხო დღესასწაული გისურვოთ. იმედი მაქვს კარგად გაატარეთ დრო. Assalamu alaikum. უბარაკი ყველა მუსლიმს და ჰამტრამის ქალაქის მცხოვრებლებს. უბრალოდ ვერ ვიგებ ამ ხალხს, ხო გესმით? იმათ, ვინც ძალიან პროამერიკელები არიან. თითქოს ამასთან პრობლემა არ აქვთ. ვუთხრათ, რა ხდება? ანუ, მგონი თვითონაც მიხვდებოდნენ, უბრალოდ რომ დაეხედათ. მოქალაქეთა პატრულის წევრებიც კი მუსლიმები არიან. კულტურული დაფრობა დასრულებულია. ისინი აწყობენ ეიდის ფესტივალებს, რომლებიც ნამდვილ კარნავალს გავს, ატრაქციონებითა და გასართობებით. რამადანის განათებები მთელ ქალაქშია გაბმული. მე ვარ ჰაბიბ ალ-ჯაუბი, იემენისა და არაბული თემების მედია წარმომადგენელი. მადლობა გადაუხადეთ ყველაფრისთვის, რაც გაუკეთებია. ის არის ტაარიფის მომღერალი. იდისთვის სინათლეები მართლაც ჩამქრალია, ეს სიგიჟეა. ისინი იემენის რევოლუციას ქალაქის საბჭოს ოფიციალური განცხადებებით აღნიშნავენ. ყველაფრისთვის რაც გააკეთა, მადლობა უთხარი.
ვინ იცოდა რომ იემენის ჰიმნი? ვინ იცოდა რომ იემენის ჰიმნი შეიძლება დასაცი სახალისო და გასართობი ყოფილიყო? საბჭოს წევრმა ხალილ რეფაიმ სიამაყით გადაარქვა ჰოლბრუკის ქუჩის ნაწილს სახელი და დაარქვა პალესტინის გამზირი. იცით, ტრამპ-ალანი ისე შევეჩვიეთ იმას, რომ ისინი სულ პალესტინაზე ლაპარაკობენ, თითქოს ვერც ვაცნობიერებთ, რამდენად უცნაური და შემაძრწუნებელია ეს. თითქოს რაღაცა ძალიან შემაძრწუნებელია ამაში. ასე ნუ ხართ აკვიატებულები. კონფლიქტით, რომელსაც თქვენთან რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს, ეს უბრალოდ სისულელეა. გესმის? ჩვენ სისხლიდან ნავთობით პალესტინაში წავალთ. შენ ნიუტონს პალესტინის გამო არ სცირავ. ამერიკაში ცხოვრობ და ცხოვრობით თქვები, როცა ცდილობ მსოფლიო ისლამში მოაქციო. შენ არაფერს არ იტანჯები, არც სულით და არც სისხლით, იდიოტო. ეს ისლამისთვის სათნოებათა დემონსტრირებას გავს. ჩვენ სულსა და სისხლს ვწირავთ, როცა ისინი Walmart-ში შედიან. ჩვენ სისხლიდან ნავთობით პალესტინაში წავალთ. ეს აღარ არის ამერიკა. ეს არის სრული ისლამური დაპყრობა ამერიკის მიწაზე. დირბორნი ცნობილია როგორც ამერიკის არაბული დედაქალაქი, მაგრამ ჰამთრამქი შეიძლება იყოს ნამდვილი არაბული დედაქალაქი. ჰამთრამქში ყველა არჩეული თანამდებობის პირი მუსლიმია. მათ თავი სრულად გამიჯვნეს ყველა მხრივ, მათ შორის ეკონომიკურადაც. მაღაზიები მხოლოდ არაბულ ენაზე რეკლამირებენ. ბიზნესები მუსლიმური საზოგადოების საჭიროებებზეა მორგებული. შვიდობა, წყალობა და ალლაჰის კურთხევა თქვენ ძვირფასო კლიენტებო, აზალა იემენ ჰამტრამკიდან. ასალამუ ალეიკუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაკატუჰ, ჩვენი კლიენტები. ძვირფასო კლიენტებო, აზარ იემენ ჰამტრამკიდან. ფასდაკლებები 50%-მდე. ეს ვიდეო დაგიზოდოთ ფულსა და დროს. ეს ყველაფერი ეძღვნება Eid al-Fitr-ის დღესასწაულს. MX. მუბარაკ, სიხარულით გთავაზობთ J-Max-ის მაღაზია. Hey, რა თქმა უნდა, ეს სიაფია. J-Max-ი, არაბული. والله تتون اللغة العربية და ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი, მრავალფეროვანი. ყველა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი მუსლიმია. თითქმის ყველა კანდიდატი, ვინც იყრიდა კენჭს, მუსლიმი იყო. ბიზნესები, სკოლები. ჰამტრამკში ჩვენ ვაძვრით ყველა სამედიცინო მომსახურებას, განსაკუთრებით ქალებისთვის. نوفر كل الخدمات الطبية خاصة للنساء. მარხავ ვიფიქრებდი, რომ თუ ამას უყურებდი, მეგონებოდა, რომ ლიბანის რეკლამას უყურებდი, ხო ასეა? და არა, მიჩიგანისას. ანუ შეიძლება ვიფიქრო, რომ ეს არის, არ ვიცი, ავღანეთი. მიჩიგანის შტატის ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი. ყოფილი მერი გლიბი ლენდის გაჩრის ცერემონიაზე იდგა და გამოაცხადა. ჰამტრამეკი ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქია, მრავალფეროვანი. ყველა ადამიანი, ვინც ძალაუფლებაშია, მუსლიმია. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ, გოგოებო. ჩვენ ძალიან მრავალფეროვანი ვართ, შეგხვედეთ. ჩვენ აქ ვართ, რომ თქვენი ქალაქი დავიფროთ, ჩვენი მრავალფეროვნებით. ისინი უბრალოდ იპოვეს ის სიტყვები, რომლებიც ამერიკელებს ასე ათქმევინებს. დიახ, ეს ძალიან მომწონს, ეს მშვენიერია, ეს მართლაც საოცარია. დიახ. და მაგალითად ისეთი მრავალფეროვანია, რომ შეიძლება მაღაზიაში სადაც ხილს კიდულობთ, ვერც კი გაიგოთ რა ენაზე ლაპარაკობენ, მეგობრებო. როგორც არ უნდა იყოს. თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ეს ადგილი და როგორ შეიძლება მალე თქვენი ქალაქით ასე გამოიყურებოდეს, თუ არაფერს იყონებთ, აი ნახეთ. ჰამტრამკი, ყველაზე საოცარი და მრავალფეროვანი ქალაქი მიჩიგანში. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.